სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე ქვეყანაში საწვავი გაძვირდა და გაძვირება გრძელდება. ქართული ოცნება კი ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო ჯამში 28 თებერვლიდან მოყოლებული სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 47 თეთრიდან 1 ლარ და 25 თეთრამდე გაიზარდა. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი ცენტრალური დაპირება იყო ივანიშვილისა, რომ შეამცირებდა ბენზინის ფასს და მოაშორებდა კარტელებს ბენზინის ბიზნესს. ეს დაპირება კრახით თავრდება 13 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ. ამ კამპანიიდან 13 წელი გავიდა, ბენზინის ფასი კი გაორმაგებულია და 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე ის იყო აქამდე. ბენზინის ფასის ზრდაში პირდაპირ კონტრიბუცია აქვს ქართულ ოცნებას, როდესაც 2017 წელს გააორმაგა აქციზის ფასი და ამით გაზარდა ბენზინის ფასი. ამიტომ მხოლოდ ჰორმუზის კრიზისს ამას ვერავინ ვერ დააბრალებს. რაც არ უნდა იყოს დღეს მდგომარეობით ვითარება, სახელმწიფოს დღეს აქვს ერთადერთი გამოსავალი. მინიმუმ დაწიოს 2017 წლის ზღვარზე აქციზის გადასახადი და რაღაცა პერიოდის მანძილზე უახლოესი დრო, როდესაც ფასები არის საერთაშორისო ბაზარზეც აგრეთვე გაზრდილი, მთლიანად გააუქმოს აქციზის გადასახადი საწვავზე. ეს შეუმსუბუქებს ჩვენ თანამოქალაქეებს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ხარჯს გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისა. აქვე შეგახსენებთ, რომ არაფერი ჯადოსნური ამ კამპანიაში არ არის. უამრავმა ათობით ქვეყანამ უკვე მიიღო სპეციალური ზომები გამომდინარე იმ ვითარებისა, რაც არის ირანში და კრიზისი საწვავის ბაზარზე. მაგალითად, იტალიამ ბენზინის აქციზი 30%-ით შეამცირა, როგორც დროებითი ღონისძიება. პორტუგალიამ დიზელზე და ბენზინზე აქციზი დაახლოებით 20%-ით შეამცირა. პოლონეთმა საწვავზე DGG-ს გადასახადი დაწია 23%-დან 8%-მდე. და დააწესა საცალო ფასის ზედა ზღვარი. ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ ბენზინის აქციზი შეამცირა 13-დან 3 რუპიამდე. გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაყიდა სიმბოლური იგივე საქმის გამო, რომ ადამიანები გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყველა ამ ქვეყნებმა მიხედეს თავის მოქალაქეებს და მიიღეს ზომები, რომ მათი მოქალაქეები იყვნენ დაზღვეული გაღარიბებისგან და ინფლაციისგან. ქართულ ოცნებამ უკვე დააგვიანა ეს ზომები, მაგრამ დღესაც არის შესაძლებელი ამის მიღება და შემსუბუქება ცოტათი მაინც საქართველოს მოქალაქეების გაღარიბებისა.